და აქედან გადავაზიარებ. ცოტა ის კადრია კითხავენ. როგორ? რაც ესე? ხო, ნაუცი. სხვანაირად ორივე ახლოს ესე რა დავდო, ახლოს ჩანვარდ ძალიან. ესე მგონი ნორმალურია. იქროდებ შორს ჩანვარდ. ეხა ვართ ლაივში და ნელა გადავაზიარებ, მეგობრებო, ბოდიშ გიხდით ისევ და ისევ ტექნიკური მიზეზების გამო მეოთხედ გავდივართ. თუ შეამჩნიეთ, თუ არ შეამჩნიეთ, თლად უკეთესი. მაგრამ ჩვენ მაინც ბოდიშ გიხდით. მე გახლავართ ზაზა კოშკაძე. ჩემს გვერდით იმყოფება როგორც ყოველთვის ტრადიციულად მალხაზ რამიშვილი, ჩვენი ფინანსური ექსპერტი და ადამიანი, რომელმაც დააფუძნა არაერთი საინტერესო პლატფორმა, ამას ყველაფერს ჩვენ შემდგომში შევეხებით. ჩვენი თემატიკა უმეტესად არის ხოლმე ფინანსები, გადასახადები, ემიგრაცია, მასთან დაკავშირებული პრობლემები, ცოტა პოლიტიკა, ცოტა რაღაცა შეიძლება ჭორებისგან ვიხილოთ ხოლმე, ოღონდ ისეთი რაც რაღაცა ღირებულება და მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებას, რაც შეეხება. და დღესაც მურიგი ეპიზოდით დაგიბრუნდებით ლაივ პოდკასტის და ვისაუბრებთ ბევრ საინტერესო თემებზე, მაგრამ პირველ რიგში მინდა მოვიკითხო მალხაზი, იქიდან გამომდინარე, რომ რამოდენიმე დღე ვერ ვნახე, ვერ მოდიოდა სამსახურში, გამომდინარე იქიდან, რომ ჰქონდა რაღაც გრიპი. კი ბატონო, ძალიან ცუდი ვირუსები დადის და ცოტა გაუფრთხილდით ალბათ, ვინცაც არ შეხვედრია ჯერ. როდის როგორ ანუ რა ხდება ეს რამე ვირუსია თუ მე გავიგეთ ტესტი და ვინმესდა ინფლუენზა ტაიპ B, ანუ ტიპის რაღაცას ის არის. ამბობენ რომ რაღაც ფრინველის თუ ღორის გრიპი იყო გავრცელებული. არ ვიცი, მე არ შემიჩნევია მსგავს სიმპტომები. მე ვიცნობ ხალხს ვიზაც ჰქონდათ, მაგრამ კაიერად თქვენ ეგ არ ჰქონდათ. ნუ ეს რაღაც სეზონური სხვა გაგიკეთებიათ აცრა. აცრა არა ხო, აი ძალიან ვინანე რო არ გავიგეთე ამჯერად ვერ მოვასწარი. სანამ გამოჩნდა სიმპტომები, მე როგორ გვიან იყო. და საშინელია არის სიმპტომები დიდი მაღალი სიცხე იცის და რამდენიმე დღე მომიწია მეც გორაობა ამის გამო, მაგრამ ნუ ეგეც ერთი პრობლემა ის არის რომ გაქანებულ თუ გაქანია გამოდის. თუ შევაერთებთ. ერთი მეგობარი მყავს, რომელმაც თან ფული ქონდა მისაცემი და შეუტანე და მივეცი გაერთიანა და თუ მიხვდები შეუტანე მაღაზიაში და მივეციო და ანუ შეაერთა რა როგორც მე გაქანია. და არ გამოვიდა თლად სახარბიალო ასე თქვა სიტყვათ რო ქვია მაგას სიტყვათ წყობა თუ აი უფრო წინადადება რაღაც ცეცხლი გაერთი კომპოზიტი. ქვია მაგას როდესაც ორ რაღაც საერთიანებ და ერთს გამო უფრო ჰიბრიდია ეს. ხო და რა სწავლობდი შუა გაგანია გაგანებულ ტაქსების სეზონში მოხდა ეს რაც ძალიან დააკლდა ჩვენს ოფისს თქვენი აკოფნა. თუმცა ოფისი იმის არის რომ შეუძლია დაფაროს ასე ვთქვათ ესეთი დანაკლისი იმის გამო რომ ძალიან ბევრი სერტიფიცირებული ადამიანი მუშაობს აქ და ზუსტად ამითაც განსხვავდება ის პრინციპში ჩვენი სერვისი ინდივიდუალური სერვისებისგან, რომლებსაც რა თქმა უნდა არავის არაფერს ვერ რჩით, უბრალოდ ჩვენი კოზირები გვაქვს და მისი დემონსტრირება გვსურს სრულიად ლეგიტიმურად რა. კი, არა ეხა ეს რომ მოსვლოდა ერთ კაციან ხო და იმაგის მომინდა ეს რომ ინდივიდუალურ იმას მოსვლოდა რა ქვია ბუღალტერს რომელიც ვერ შეძლებდა საბუღალტრო პრაქტიკას ესე ვთქვათ მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებდა და ეს რომ მოსვლოდა წარმოედგინე მოსვლოდა ბოლო დღეებში
კი, საერთოდ ერთი კვირა რო ვერ დგება ადამიანი, არაფერიც არ ხდება. ხდება ძალიან დიდი უსიამოვნებები მათთვის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ისევ და ისევ განმეორდებით, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი შრომის მიხედვით უცემს პატივს, მაგრამ ჩვენი კოზირები გვაქვს, რომლის დემონსტრირების უფლებაც ნამდვილად გაგვაჩნია. გრიპის გარდა რა ხდებოდა ამ კვირაში თქვენ ცხოვრებაში? ჩემ ცხოვრებას შეეხება თავარი მომდინარე ერთი ჩემი ქალიშვილის გამწესება ჰაისკულში, სადაც ერთი ორმა ძალიან კარგმა ჰაისკულმა არჩია ის და ეხლა წვეთთ რადგან გაუშვათ რა, ფაქტობრივად ფაქტიურად არის ამერიკული გამოცდილება, ესე თქვათ, ახალი საემიგრაციო და მე მგონი ესეც შეიძლება საინტერესო იყოს ადამიანებს. სკოლაში სწავლობს თქვენი კაცი? ეხლა სწავლობს middle school-ში, რომელსაც ამთავრებს რამდენიმე თვის წინ ჩააბარა რაღაც სპეციალური გამოცდები და იმიტომ ნიუ-იორკში არის special high schools, ესეთი რამდენიმე არის, სადაც არის იქ რომ მოხდე რამდენიმე წლით უნდა უსწრებდე ფაქტიურად საკუთარ თანატოლებს. ხო, ანუ ეგ მინდა და მეკითხა, ეს არის გაძლიერებული რამე სკული, რომელიც განსაკუთრებულ ბავშვებს იღებს, ხო? ერთი არ არის, ეგეთი არის, მე მგონი 8 თუ რაღაც ერთიანი გამოცდები ტარდება ამ სკოლებში ჩასაბარებლად. მათ შორის ვინც 95-იან უფრო მაღალი სკორი აქვს წელიწადში. სკორია ისე ნიშანი წლიური შეფასება, მათ აქვთ უფლება მიიღონ ამ გამოცდებში მონაწილეობა. იღებენ ბავშვები და ვინც კარგად დაწერს ამ ტესტს შეარჩევს ერთ-ერთი სპეციალიზებული ჰაისკული. ამ შემთხვევაში ერთმა სპეციალურმა ჰაისკულმა და ერთმა ასე ვთქვათ გამორჩეულმა ჰაისკულმა მისცეს ოფერები, ანუ წინადადებები და ჩვენ ახლა ვართ შესწავლის პროცესში, იმიტომ რომ სადაც ისწავლის, იქ უნდა მოვერგოთ მის გრაფიკს, მის გეოგრაფიულ მდებარეობას და იქ უნდა გადავიდეთ საცხოვრებლად, სავარაუდოდ. იმიტომ რომ ეხლა ეს ერთი დაგვჭა ბავშვი პატარა და პრიორიტეტია მისი განათლება, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ბავშვის განათლებათან ამერიკაში მნიშვნელოვანი. მე თან ვაზიარებ, არ გეგონათ რომ გამორთული ვარ. ჩვენ გვინდა რომ ჯგუფებშიც დაიდოს ჩვენი ლაივი და გვიყურონ ადამიანებმა, რომლებიც შესაძლოა მიიღებენ საჭირო ინფორმაციას გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად უკვე ერთი თვე რჩება ფაქტობრივად ტაქსების სეზონის დასრულებამდე და ციებ-ცხელება, რასაც ქვია, ძალიან მატულობს ტაქსების გადახდის მსურველთა რაოდენობა, რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე, გვინდა რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა ჩვენ შესახებ. ეხეს ჩვენი რიგით მე-5 თუ მე-6 ვიდეოა, საუბრობთ ფინანსებზე, საუბრობთ გადასახადებზე და ზოგადად ამერიკული ქართული ემიგრაციის პრობლემებზე ამერიკაში. და ამიტომ გადასახადო სეზონი მნიშვნელოვანი რამეა ძალიან ნებისმიერ ემიგრანტისთვის დღესდღეობით, იმიტომ რომ გადახდილი გადასახადები წინა ვიდეოებიდან ვამბობ პატარა შეჯამებას რა. გადახდილი გადასახადები ადასტურებს თქვენ კეთილნებას, რომ დაეხმაროთ ამერიკას, იყოთ ადასტურებს იმას, რომ კარგი მორალური ხასიათის პატრონი ხართ და შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ზოგიერთ შემთხვევაში თქვენი кейსის განხილვასაც თუ საქმე ეხება საემიგრაციო სასამართლოებს და თუ საქმე ეხება ადმინისტრაციულ სასამართლოებს, ანუ მათთვის ვინც არის მექსიკიდან შემოსული და მათთვის ვინც უბრალოდ ელოდება თავისი სტატუსის განსაზღვრას ამ ქვეყანაში. ასე რომ მიჯგარეთ, მობრძანდით, ახლა უკვე აღარ არის ყველაფერი უფრო თავისუფალი, მაგრამ ახლა მაინც უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ დაიჭიროთ ხელში თქვენთვის სასარგებლო დოკუმენტი იმისთვის, რომ მოსამართლემ გაგიხილოთ როგორც კარგი პოტენციური ემიგრანტი ან მოქალაქე ამერიკის. იდეა ხო ეგ არის, რომ საბოლოო ჯამში უნდა ინტეგრირებამდე როგორც მოქალაქე და გახდეს სრულფასოვანი წევრი საზოგადოების და ეს შესაძლებელია მოქალაქეობის მიღებით და
ასე შემდეგ. Რა თქმა უნდა, ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ამერიკაში თქვენი საგადასახადო ისტორია და იმისათვის რომ გქონდეთ კარგი საგადასახადო ისტორია, ძალიან მნიშვნელოვანია გააკეთოთ საქმე დროზე და ისეთი კომპანიების დახმარებით, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და ექსპერტიზა იმისა, რომ შეცდომების და გართულებების გარეშე ჩაიაროს ამ პროცედურებმა, იმიტომ რომ ამას წინათ ჩავწერეთ ვიდეო, სადაც ვამბობდით იმას, რომ არიან თვითნასწავლი, ესე ვთქვათ, პატარა, ძალიან დიდი პატივისცემით ამ ხალხის მიმართ იყო ერთი პოსტი, ამაზე მოდი მოვყვები რა პოსტი, რომ ადამიანი წერდა, რომ აი როგორ მუშაობ მექსიკიდან ჩამოთრეული კაცი სახლიდან დასახელებული ქონდა, რომ ერთი ისწავლა რაღაც დისპეჩერობა და მეორე ისწავლა გადასახადების და ჩაბარება, ესე ვთქვათ, და ჯერ არ მყავსო ესეთი იმედგაცრუებული კლიენტია. კარგია, ძალიან კარგია, მე ჩვენ სულ ამას მოუწოდებთ, რომ მოდით ნოვივლით გაყვავილი გზებით და ყველა ერთნაირი ბილიკებით გაყვავთ, ქართველების გაყვავილი ბილიკებით, იმიტომ რომ არის დიდი ავტოსტრადები, სადაც შეიძლება ადამიანი მიიაროს, ისწავლოს ენა და შეუერთდეს დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანას და დიდი შესაძლებლობები გამოიყენოს ამ ქვეყნის, ხო? მაგრამ გადასახადებთან როცა ისეთი დოკუმენტების შევსებისას როცა ესად რითიც ადამიანის ბედი წყდება, რითიც ადამიანის ემიგრაცია წყდება, მოდით რა ეს ცოტა უფრო გამოსტილ ხალხს დაუთმოთ. მე ეგრე არა, იმ ადამიანებმაც მიიღონ თავი, გაიარონ ცოდნის ის გზა. მაგრამ ნუ ეთამაშებით ერთმანეთის ბედს რა თუ თართული. ხო, იმიტომ რომ ეხლა გვაქვს რიგი ყოველ დილას 7:30 წუთზე კლიენტთან ერთად მიწევს დარეკვა აერეში. ეს ზუსტად ამ დროს ვეკავთ, ამ დროს იწყება ჩემი სამუშაო ხელმხარნახე 7 საათზე. იმიტომ რომ მაშინ აერესი იღებს ტელეფონს რა. რატო რეკავთ? გვიწევს გარკვევა იმ ადამიანების ბედის, იმ ადამიანების ზედაკისრებული ჯარიმების გადახდა, ან მოკითხვა, ან გამოსწორება, ან მოლაპარაკება აერესთან კლიენტებისა, რომლებიც მოდიან არაკეთილსინდისერის ძირითად რუსულად მოლაპარაკე ბუღალტრებისგან, რომლებმაც რა ვიცი, გულგრილად მიიღეს, დაიკიდეს ფეხებზე 2 წლის წინ, გავიდა 2 წელი და ეხლა მოდით ჯარიმები. ზოგს ჩემი რეკორდი ყოფილა $52,000 დააკისრეს ადამიანს, იმიტომ რომ გამორჩა იქ თუ გამოტოვა ადამიანმა და გაუკეთა 15 წუთში იმის მაგერთა დაეხარჯა საათნახევარი სიტყვაზე, გამოუტოვა საბუთი, მან ვერ საიკითხა რა მიცეს გამოატანა, გააგზავნეს უბრალოდ და 21 წელს მოხდა ეს და 24 წელს მიიღო ჯარიმა უზარმაზარი. ხო და ისეს რატო ხდება, ცოტა დრო ჭირდება ამის თუ მე იყო კოვიდი რო იყო 1-2 წლით ჩამორჩა აუდიტის სამსახური ნუ ალბათ არ და ეხლა 21-22-23 წლებს მიყვებიან. ჯერ 24-ს გადასულიც არ არიან, ასე რომ როდის რა მოხდება, როდის რა გამოჟღავდება ჯერ კაცმა არის და ამიტომ სიფრთხილე არის საჭირო. ხო და ბოლო წიენდება დამშოკა იმ პოსტისა, სადაც ადამიანი წერდა, რომ ხო ისწავლე დისპეჩინგი, ვამუშავებ ხავს, ხო ისწავლე ტაქსების შევსება, ხო და ისეც კი გამოვიდა, რომ ინგლისურიც კი შემომესწავლო. ან როგორ ნაისწავლო გადასახადები ან რაიმეს გაკეთება საგადასახადო სფეროში ინგლისურის სწავლამდე ეს მე მომიყევით ჯერ რა თუ შეიძლება ძალიან საინტერესო ან როგორ უნდა ურთიერთო იმ ოფიციალურ სტრუქტურებთან კლიენტის დასაცავად რომლისთან ჯერ დამწყები ინგლისურით ანუ დარეკავდა მეორე კლასელი გელაპარაკება და შეიძლება დაარწმუნა ისინი რომ კლიენტის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. რამდენად დამაჯერებელი ეს მნიშვნელოვანია ენის ცოდნა ხო? ძალიან ხა იმისთვის რომ წარმომადგენელი იყოს შენი ადამიანი აერესთან და შტატთან რა ვიცი სტენარი ცოტა. აი მე რაც არ მიყვარს ხოლმე არის
მაგას რა უნდა. აი არა, მაგას რა უნდა ზოგადად სწორი მიდგომა შენ ბიზნესში, მაგრამ იმიტომ რომ დასახო რომ კი, ცოდნა უნდა, არ არის მე ვერადროს ვერ ვიტყვი ბიზნესზე მაგას რა უნდა. იმიტომ მაგას რა უნდა არის მართალი რაღაც არ არის, რატო თუ შენ ისეთ პრობლემებს დააყენებ და ისე შეხედავ იმ პრობლემას, რომ გადაუწყვეტელია და ვერასოდეს ვერ მიაღწევ ამას, კი ბატონო, ეგ ადამიანს აგდებს რაღაც წრეში და იმ წრიდან გამოსავალს ვეღარ პოულობს. ის მიადგება იმას, რთულია, მიადგება ამას, ეს რთულია. სადღაც უნდა ავიღოთ. გაჩნია რასთან გვაქვს საქმე რა. ანუ არსებობს რაღაც სფეროები, რომელშიც შენ გჭირდება სერტიფიკატი. აი მე არასდროს არ ვიტყვი, რომ სცენარისტმა სკოლა უნდა დაამთავროს. ხვდები? სცენარი არის შემოქმედებით. შეიძლება რომ არ იცოდე უფრო მეტად საინტერესო რაღაც შექმნა. გარცოდნით და იმენად სხვანაირი გზა გაკვალო რა, ანუ თხრობაში, იმიტომ რომ არ იცი რომ რაღაცა კონვენციურად ესე უნდა მოყვე. მან პრობლემას ვერ ხედავ. მიუხედავად იმისა, რომ თუ მეტეს რომანში, პოეზიაში, ხვდები, ვერ ხედავ პრობლემას რა. ის ადამიანი როგორიც არის, როგორც წარმოუდგენელი არის, მე ვიცოდი წერა რომ დავიწყე წერა სიტყვაზე. ხო ხვდები? მაგრამ არის, მაგრამ არის რაღაცები, როდესაც შენზე ვიღაც ბედია დამოკიდებული რა. კი ბატონო. აი მაგალითად მე წავედი სათარგმნად სასამართლოში. ვთარგმნე ის კონკრეტულად. მაგრამ იმის მე აღარ წავედი, იმიტომ რომ მივხვდი რომ ის პრობლემა კი არ მქონდა ინგლისურის. იურიდიული ტერმინებს ვერ ვეწეოდი იმდენად რა, ყოველ რაღაცაზე აი იმდენად მოვემზადე, ერთი კვირა ვემზადებოდი მაგ 15 წუთიანი შეხვედრისთვის. ხო და თვითონ სასამართლო პროცესზე ჯერ ერთი მოსამართლეს შორს დგას, ანუ სხვანაირი ცოდნა უნდა როგორ თარგმნო სასამართლოზე რა. ხვდები? მარტო ინგლისური არ ყოფნის. ამიტომ ამისთვის არსებობს კლასე. ეხლა მე რო იქ რაღაც არასწორად მეთარგმნა და ეს ვიღაცა დაეჭირათ, მე ამის გამო ამის პასუხი არ ხვდები, ანუ რამდენიმეჯერ მომევიდა საჯულად დასწრების ვალდებულება გაქვს აქ მოქალაქეობას, რომ იღებს საჯულად წახვიდე. როგორც კი ავირიდე მაქსიმალურად ყოველთვის, იმიტომ რომ რა ვიცი, ახლა მართლა ის არის რა, ვიღაც ბედი გადაწყვიტო. იმით თუნდაც რომ მართლა რაღაც სიტყვა ვერ გაიგო. შენ შეცდომაზე არის დამოკიდებული ვიღაც აქცენტიან რაღაცა და რაღაცა ვერ გაიგო, როგორ უნდა გადავწყვიტო ხა ის დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე თუ 98% იცი ენის სიტყვაზე, 98-იც რო იცოდი. ეგეც ცოტა 100%-ით გეუბნებით. ხო და მე მithuetes 98-ისგან გასილებით შევსავთ, მაგრამ ერთი წლის წინ ჩამოსული ადამიანის თქვა რომ ამ საქმეში ენაც შემომესწავლა. აბსურდია, რა ვიცი, მე მგონი აბსურდია და მე ყველას წარმატებას უსურვებ, მაგ პიროვნებასაც და მასთან მისულ ხალხს კიდე დიდ გამართლებას უსურვებ, რომ არასოდეს მოუხდეთ ის რაც უკვე ბევრს მოუხდა და კიდე ბევრს მოუხდება სამწუხაროდ. კი. კიდევ ჩვენ ბევრი საინტერესო რაღაცები დაგვიგროვდა სალაპარაკო ამ ერთ კვირაში გარდა ამ ყველაფრისა. ცოტა ტრამპმა რა თქმა უნდა კიდე რაღაცეები ის რა ქვია გამოაგდო. ხო, ნუ ტრამპი აგრძელებს ტრამპობას, ტრამპი არ იშლის ტრამპობას. როგორ გრძელდება მე ეს ლექსია. არა, ეგ ხალხური ლექსი ერთ-ერთი და ცუდად გრძელდება და მახსენდა. ხო და ტრამპი ისევ ტრამპობს, ასე ვთქვათ, და გადაწყვიტა, რომ ამერიკის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის, რა ქვია, რადიო თავისუფლება. ანუ მედია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოსგან, რომელიც ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებში თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ სიტყვას, ობიექტურ სიტყვას. შეიძლება ინდოქტრინირებულს მეტნაკლებად ნეოლიბერალურად, მაგრამ მაინც ნებისმიერი ერთი თხრობა რომ გამოაკლო პოლიტიკას, გამოდის პოლიტიკა კოჭლი, იმიტომ რომ ცალფეხა გამოდის, ასე რომ რასაც ტრამპი აკეთებს, ეს არის პოლიტიკური ხეიბარი, ცალფეხა. ხო, ამერიკა ხდება ცალფეხა, ცალხელა, რბილი ძალის გარეშე, მარტო
ძლიერ ძალაზე, ანუ არმიაზე დამოკიდებული, ანუ იქ ჩვენ თუ ვერ შევიტანეთ ჩვენი სიტყვა დიქტატორების გავლენის ქვეშ ყოფი ქვეყნებში და ვერ თქვით ჩვენი სიტყვა მომხრეც არ ეყოლება ამერიკას იქ. ევოლუციის გჯერათ? ზოგადად, ანუ ევოლუციური ბუნების რაღაც პოლიტიკაში, ისტორიაში. კი, რა თქმა უნდა. თუ გჯერათ, მაშინ მაგ ლოგიკით გამოდის მეც მჯერა. და მგონია, რომ როგორც ანუ რასაც ტრამპი აკეთებს, კიდე უფრო გააძლიერებს ახლა აქეთ მხარეს. აუცილებლად რა ვიცი, აი მე პირადად გადაწყვეტილი მაქვს, რომ ეგეთ რაღაცას არ შეურიგდე რა თქვა. საქართველოში მე ვერ ვიპოვებთ თანამოაზრეები რაღაც პოლიტიკურში, რომელიც რა ვისაც მე ხმას ვაძლევდი ისინი ყოველთვის აგებდნენ და ერთხელ იყო მარტო რავარდების რევოლუციის მერე მეც გამარჯვებულს ხმა რევოლუციის მერე ხო არჩევნებში და ნუ პროსტორეთ აქ გადაწყვეტილი მაქვს რომ ცოტა ვიბრძოლო იმისთვის რაც მიმაჩნია ამერიკისთვის კარგად და სწორად. იმიტომ რომ მე იზოლირებული ამერიკისთვის რბილი ძალის გარეშე ამერიკისთვის და ევროპისგან იზოლირებული ამერიკისთვის დაანგრეული ერთიანი დასავლეთის ყოფილი მსოფლიო ლიდერისთვის არ გადმომიკვეთავს ოკეანე და მე არ მიიღია იზოლირებული ქვეყნის მოქალაქეობა არ მომსულია თავში. მე სადაც მოვდიოდი ის ქვეყანა ძლიერი იყო, ის ქვეყანა მორალური ლიდერი იყო 10 წლების განმავლობაში და ის იყო თავისუფალი სამყაროს ლიდერი. თუ ამაზე ყველაფერს უარს იტყვის მე არ მგონია რომ მარტო ვიქნები ამის წინააღმდეგ ბრძოლაში. უბრალოდ მე ესეთი კითხვა მაქვს, აი აქ მყოფი ქართველების რაღაც ნაწილი თუ აცნობიერებს ამას, რამდენად ტრული არის ტრამპი მათ მიმართ. სავარაუდოდ კი, მე ხე ჩვენ არ ვიცი არ გქონია ტრამპისტი ქართველებიც და არა მარტო ქართველებიც, ემიგრანტებიც. კი, არის რაღაც წრე და ტრამპისტები ზოგი გაუტეხელი სირია, როცა ვთქვა, ყველაფერს ამართლებს. ისტი როცა ვთქვა რა, მოგონებიღადე. ხანვისი ისტი იყო ხანვისი, გაატყდა უკვე ზოგი მობოდიშების ტონზეა გადასული. ზოგი ამბობს რომ იმას ვეთანხმები, ამას არ ვეთანხმები და სწორია, ზოგი ამბობს რომ არავის ისტი არა ვარ მე და ესეც ხვალ იმის საფუძველს ქნის რომ ის იტყვის რომ არავის ისტი არ ყოფილვარ მე არავის ათვის არ მომიწოდებია ტრამპისთვის მე. ესე მაგარიციან რა. აი საქართველოში მყოფმა პრორუსულმა ძალებმა რო იციან რომ ვითომ არც რუსეთი არ გვინდა არც ამერიკას რო აწვევიან და სინამდვილეში ეგრო ნიშნავს რომ პირდაპირ რუსეთი სინამდვილეში ზეიმობს დღეს გახსნილი შამპანიორები მოედინება უწყვეტად და ზეიმი გრძელდება. მე არ მგონია ტრამპი ეგეთი პროგნოზირებადი ტიპი მე მგონი საკმარისად აფრენს იმისათვის რომ პუტინსაც გაუცროს იმედები. მე ესე მგონია რა, სადღაც იქაც გაგიჟდება. არ ვიცი, მე მგონია ესეთი რა იმინა გადანაწილება ხდება სამყაროსი. просто რაღაცა პოპულისტურ რაღაცებს აკეთებს. შესაძლოა, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც 80 წლიანი ალიანსი ევროპის და ამერიკის დაანგრეულია ევროპის და კანადის და ამერიკის და კანადის და ავსტრალიის და ამერიკის და ეს არ გამოვა რომ ტრამპს შევახოცოთ რა. 3 წელიწადში გავუშვათ. თეორიულად შეიძლება წელსვე გაუშვან იმპიჩმენტი თუ მოხდება და რესპუბლიკელების ნაწილის დაუჭერს ამას ხარს. მაგრამ თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ შეხოცვა არ ჭირდება ისედაც ყველაფერი. ხო არა, ანუ ეს არ ექსტრაპოლირდეს ერთი ტრამპი და მეორე მასკი. ხო და არავის არ აქვს ილუზია რომ ეს სხვა მოახვია თავს ან ეს ადამიანი ამბობდა არჩევნების დროს უბრალოდ
ზოგი მენტალურად გაჭირვებული ამბობდა რომ ეს ერთს ამბობს და მეორეს იზამს რატო მეც ამჯეროდა რომ ბოლომდე გააკეთებდა ხო არ ვიცი ჯერ მე მეგონა რომ ნუ რაღაცებს გააკეთებდა მაგრამ ესე შორს ვერ წავიდოდა ხო მე უბრალოდ არ მგონია რომ მაგას რაღაც რწმენები აქვს ხტები ანუ მგონია პროსტა მდიდარი პოპულისტი ტიპი რწმენები შეიძლება იმას აქვს PayPal-ის როგორია ტილი თუ ტილი თუ ნუ ამბობენ რომ ისი ხო ეგ არის puppet master ამ ორივესია იმიტომ რომ იმას იდეოლოგია აქვს რა ანუ ხო გააჩნია ტიპს იდეოლოგია აქვს თუ არა აქვს იდეოლოგია რაც უფრო იდეოლოგია აქვს მით უფრო ძლიერია და რთულია მაგასთან რომ იმიტომ რომ იდეოლოგიას ადამიანის შეეწირება თუ მარტო თავის ქონებას იცავს ხო გაიქცევ ანუ ეს ორი სხვადასხვა ტიპია ხო და მგონია რომ ეს აი გადაფმა რატო შეწირა ხა თავის სიტყვაზე ანუ იმას ღრმად სწამდა რომ იდეოლოგიურად ის მართალია რომ არა სხვა გზა არც ქონდა ბოლოში უკვე გადაფი გარბოდა და დაიჭირეს და ჯერ ქონდა სამაგას გაგწევს სად სოფლიოში გაქცეული გადაფი უკვე აღარ იყო არავინ მილიარდებით დაიჭერდნენ და მიიყვანდნენ უკანა იგი ბრძოლა ბოლომდე საკამდე შეძლო ცუდად დაამთავრა ეგ კუთხეში მიყენებული კაცის ის არის აი ხა ამათ სხვა სიტუაცია აქვს ამათ ორი ვარიანტი ან მართლა ჩინეთის საპირწონედ აკეთებენ ამას ან რუსეთის საპირწონედ ყველას რატო შლიან ვერ მივხვდი ხო, რასთავარია რუსეთს აძლევენ იმის რუსულ პროპაგანდას აძლევენ იმის თქმის საშუალებაც, რომ იცი რა ჩვენ ხო ამბობდით, რომ ჩვენ კი ვართ იმპერია და დამპყრობელი იმპერია და ეგ ამერიკას ეგეთია და გამოჩნდა რომ მართლა არის ხო ყოფილა ამერიკას თუ შეუულია ჩვენ რატო არ შეგვიძლია. ეხა ეგ არგუმენტი წაართვა, რომ აი თქვენი ქვეყანაც ხო შვება. ხო ამერიკაც იგივე არ არის, ისიც იპყრობს რა ნიშნავს ის იპყრობს კანადას თუ გრენლანდიას თუ ასიყრობს ჩვენ მეზობლებში გვაქვს ინტერესი იმას თავის მეზობლებში ინტერესი თუ ეს ყველაფერი ესე ჩამოყალიბდა საქართველოს დამოუკიდებლობასაც და დავშვიდობოთ კიდე მომავალი 70 წელი ალბათ რა ვიცი ან პუტინი კონკრეტულად არის დიდი ასე ვთქვათ გადანაწილების მომხრე ზოგადად ეს ორდერი წარმოუდგენია სამყაროში იდეალური რომ მოდი მე ჩემი გავლენები მექნება შენ მიხედე რაზეც აქამდე ევროპა და ამერიკა სხვა ნარატივს უპირისპირდებდა ხოლმე რომ ჩვენ არაფრის გადანაწილება არ გვსურს ჩვენ უბრალოდ რაღაც ქვეყნებს ვეხმარებით დემოკრატიაში განვითარებაში იმაში და ამ დროს ანუ პრობლემა რაშია იცი არ აქვს მნიშვნელობა ვინას აკეთებს პრობლემა იმაშია რომ პუტინი და ტრამპი ერთ ენაზე ლაპარაკობენ და ერთმანეთს იდეალურად მაჩავენ ხო აი გაიგზავნა დიდი პრობლემა ხო ეს კაცოს რა მნიშვნელობა ქონდა რადიო თავისუფლებას და აი ეს ზუსტად ბავშვობაში მე მახსოვს 70 წლების ბოლო და მახსოვს ისა მამაჩემს ქონდა ერთი რადიო სპიდოლა რაღაცა სპეციალური ისა სპიდოლა ერქვა ხო სპიდოლა ერქვა რაღაც მიმღებს რა რაღაც ეგეთი მიმღები იყო სპეციალური ხო და ეს მიმღები იყო ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ნივთი სახლში და რას იჭერდა ამას ამერიკის ხმას და იმას და მომისმენიან შესულარ და ნახეთ ძნელი იყო მოსმენა რა მიდიოდა გადაცემა და უცებ შემოდიოდა რაღაც ეს ფრენის ხმა რომელიც ახშობდნენ ამ იმას და მე უცებ შეიცვლებოდა სიხშირე იქ და მოგეძებდა ახლოსაც წავიდა ალბათ უცებ დაახშობდნენ ამ იმას ომი იყო ჩვეულებრივი რა სიხშირეების და საინფორმაციო ომი სულ არის მაგრამ ეს მაშინ მართლა ომის სახე ქონდა ამას რაღაც ტექნიკური ჩახშობებით და იმეებით რა ქვია ეს საოცარია როგორ შეიძლება ინფორმაციის ეშინოდეს ამხელა რეჟიმს ესე ძალიან ხო ძალიან ეშინოდათ და მაშინ ვეზიარე მეც იმას რომ არსებობს ამერიკა სადღაც არიან კეთილები და ესენი კონდაკის
განცდა რომ ვიღაცამ დაგვატყუა აქ და იქ არის რა თქმა უნდა, განცდა კი არა, ზუსტი ცოდნა მქონდა, 8 წლის ასაკში მქონდა ზუსტი ცოდნა, რომ დაპყრობილი ქვეყანაში ცხოვრობდით და რუსეთი იყო ჯერ დაპყრობილი კომუნისტური იდეოლოგიით, თორე ისე მანამდე მეფე იყო და მეფესაც იგივე ეს ყველაფერი ასწავლის შესწავლილი მქონდა იმ ასაკში უკვე მეტიც ის იყო რა ქვია მამამი გარდამეცვალა მაგასაკში 8 წლის და ვიყავი და ზუსტად ვიცოდი რომ ის იყო კომუნისტების მსხვერპლი და ერთ-ერთი ის იყო ჩემი კარგი ოცნება ან რაღაც სურვილი რომ ცხენზე ამხედრებული კომუნისტებს თავს ვაჭრიდი როგორც გიორგი სააკაძე ერთი მოქნევით 10 კომუნისტი ეყავდა ეს უპატარა ასაკიდან ეპიკურიზმები გქონდათ ხო იმიტომ რომ სტაბომბები ხო მე ვიცოდი რომ მამა ჩემი შეეწირა და მანამდე მისი ძმები მაგრამ ხომ არ განაპირობა ის რომ რაღაცა მედია გახდა მერე თქვენი ასე თქვა სამოქმედო კი რა თქმა უნდა მაგანაც რა ხა ყველას ეხა ომი რო დაიწყო უკრაინაში ვიღაცებმა თქვა ის რომ მოусმინეთ იმ ხალხს ვინც სხვადასხვა ქვეყნებიდან არის ჩამოსული საბრძოლველად უკრაინაში ყველას პირადი ვენდეტა აქვს რუსეთთან ესეთი პირადი ვენდეტა მე დაბადებიდან მაგათთან და შეიძლება იმიტომაც მოვევლინეთ ქვეყანას მამა ჩემის უკვე ჩემი ხნის იყო მაშინ 50 წლის მეტის როცა 3 ძმა გავჩდით რომ ის ვენდეტა გაგრძელებული იყო რაც მას ჰქონდა ჯერ პირადი ვენდეტა რუსებთან და კომუნისტებთან რა თქმა უნდა. ასე რომ ეს არ არის ეხლა მოგონილი და ეხლა ისა და არანაირი იდეოლოგიით ამის მაშინ თუ ჩანაცვლება ვინმე რომ როცა ხალხი ჩუმად აკრძალული მეთოდებით უსმენდა რადიო თავისუფლებას ეს იგივე ეხლა გრძელდება ათეულობით ქვეყანაში. ხო, აი ხა წარმოიდგინეთ რომ მაშინ თქვენ რომ უსმენდით აკრძალული მეთოდებით რადიო თავისუფლებას თუ წარმოიდგენთ რომ მოდესმე თვითონ ამერიკა დახურავდა ხო, თვითონ ამერიკა დახურავდა ისეთ სიტუაციაში, როცა მესამე მსოფლიო ომის წინ შეიძლება ითქვას, როცა გაერთიანდნენ მსოფლიოში რამდენიმე დიქტატორი და დემოკრატიას და თავისუფლებას ემუქრებიან მთელი მსოფლიოსი, ჩრდილოეთ კორეიდან დაწყებული, ჩინეთიდან და რუსეთიდან და ამერიკა თავის უმძლავრეს იარაღს ხურავს, იმიტომ რომ 158 მილიონის ეკონომია გააკეთოს წლის განმავლობაში. რა ვიცი. სირცხვილი ვიცი მართლა ძალიან საშიშად გამოიყურება პროცესები და არ ვიცი რა შეიძლება მოუტანოს ამან სამყაროს მე ერთადერთი არის რომ მართლა გულწრფელად ვარ ოპტიმისტი და მჯერა ევოლუციის და იმის რომ აი ამ დარტყმების შედეგად დემოკრატიაც ისწავლიან ევოლუციონირდებიან ისე რომ გაუძლონ ხომ ესეთ რამეებს და გადაკაჩონ რომ გასაგებია ეხა დემოკრატების მიმართ პრეტენზიები ბევრს აქვს ნეოლიბერალიზმსაც თავისი ცოდვები აქვს კაცობრიობის წინააღმდეგ მაგრამ იმასთან შედარებით რასაც ეს უთვინო მორალისტები თავისუფლებით თუ რაღაცის სახელით აკეთებენ იმასთან შედარებით რა ვიცი სამოთხეა ის ყველაფერი რაც აქამდე ხდებოდა იმიტომ რომ ეხა გუშინ შევხვდი ერთ გუშინ იყო თუ გუშინ წინ ერთი გოგო იყო რომელიც იმაში მუშაობს რა ქვია law firm როგორ არის იურიდიულ კომპანიაში და ეს გოგო შავკანიანია და ეს რაღაცა სპეციალური ორგანიზაცია არის რომელიც რაღაცა people of colors ვინც არიან მაგათზე მუშაობენ რა მოკლედ ასე ვთქვათ ემიგრანტებზეც მუშაობენ და დასაქმების პოლიტიკაც ეგეთი აქვს და ანუ ტიპმა დახურა მაგათი ისიც დაფინანსებაც და ვაფშე არ იცის ახლა რა უნდა გააკეთოს ზეგ ხო და ანუ შოქშია ხალხი რა ანუ აი ჩვენ ამერიკის მოქალაქეზეა საუბარი რომელმაც დაკარგა სამსახური აი ცხოვრებას სამსახური აკეთებს კი მაგ ორგანიზაციაში მუშაობდა მე მგონი თუ რაღაცა წარმოიდგინე კი
ათასობით ადამიანი დაკარგავს სამსახურს და დაკარგა უკვე ფედერალურმა მოხელემ უამრავმა. თუმცა სასამართლოები წინა არის კიდე სასამართლო ხელისუფლება იტყვის თავის საქმეს და მერე საკანონმდებლო ხელისუფლებაც ალბათ, იმიტომ რომ ყველაფერს ამას, რასაც სიგიჟეებს, რასაც ადმინისტრაცია დაიწყებს, მერე დაჭირდება რატიფიცირებები და ფინანსებები და ეს ყველაფერი კონგრესის და სენატის ხელშია. ზოგადად და სასამართლოები, რასაც ხალხი გაასაჭირებს, ნახავთ კაცასაც პოზიციასაც დაიჯერენ მოსამართლეები, მე ძალიან ჯერა ამერიკის სასამართლო სისტემისას და ერთადერთი არის რომ ეს ტექნოლოგიებმა არ გადაწონოს რა რეალურად. ტექნოფეოდალიზმი რასაც ქვია. ანუ ფილოსოფოსები ვინც არიან რა, დღეს თანამედროვე კულტურის კრიტიკოსები, ეგენი ამბობენ რომ მართლა დღეს ჩვენ არ ცხოვრობთ ახლა კაპიტალიზმში, ანუ ცხოვრობთ ტექნოფეოდალიზმში რა, რეალურად ვართ მაგათი მონები. просто ოდნავი განსხვავებებით რა. ტექნოლოგიებმა ძალიან გაუსწრეს. ხოდა ჩვენ არ ვიცით რაში შეუძლიათ ამის გამოყენება ხვალ. ვინც ამას აკეთებს და მაგათ ხელშია ახლა სამყარო. უბრალოდ აი ესეთი ეს არსებობს ისტორიციზმი. სტანისლავ ლემი წერს, ერთ-ერთი მეცნიერი და მწერალი იყო ეს კაცი, პოლონელი ძალიან მეოსება და ის წერს, რომ ანუ ერთხელ გაუმართლა სამყაროს, რომ მაგალითად ჰიტლერი მოევლინა ისეთ ეპოქაში, როცა ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული ატომური ბომბი და ეგეთი ასე ვთქვათ იარაღები. ეს უბრალოდ გამართლება იყო, ხო? და ეხლა აღარ ვართ ასე ვთქვათ. ეხლა რა ვიცი. იმაზე ვართ დამოკიდებული უბრალოდ, აი მონეტარო აქტო რა. ვის ხელში აღმოჩნდება აი ამ ხელა ძალის ტექნოლოგიები. თავის იარაღიან და ადამიანებზე კონტროლის კუთხითაც, რა ვიცი, საინფორმაციო ტექნოლოგიები ნებისმიერი. კი, რთული სურათია მაგაზე. იმაზე ცოტა კიდე გველაპარაკეთ რა. მედიაზე და პრესაზე თქვენ გქონდათ გამოცდილება და საკუთარი სტამბაც გქონდათ საქართველოში და ცოტა გიკეთებიათ მაგ მიმართულებით. კი, სტამბა იყო ერთ-ერთი საშუალება ესე თქვა და რადიოც გქონდა. კი ბატონო. რადიოები ერთ-ერთი იყო ეს 105, რომელიც ჩემი თაობის ხო, დაფუძნებაში, რა თქმა უნდა, აქვს მიღებული თავის დროზე დიდი წვლილი ესე ვთქვათ და რა ვიცი, მე ფუნქციონირებდა, მაგრამ მთავარი მაინც იყო ეს გაზეთი რეზონანსი 90-იან წლების დასაწყისში გამოვიდა და მე მაქვს შეიძლება ითქვას გამოცდილება ჯერ კიდე კომუნისტების ხელისუფლებასთან ურთიერთობის მერე არასასიამოვნო ურთიერთობებს. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაც იყო ეროვნული მოძრაობა და მაგის მის პრესას ვაკეთებდით ესე ვთქვათ რა, მე დამოუკიდებელ პრესას, მე შეიცვალა, რა თქმა უნდა, ვინ იყო მე, მაგაც მე მოვიდა გამსახურდია, იქაც პრობლემები ქონდა სიტყვის თავისუფლებას უცებ დახურა ყველა დამოუკიდებელი რამდენიმე იყოს სამი. მეგონი შევარდნაძე იყო რომელმაც არაფერი არ დახურა. ერთხელ დახურა შევარდნაძემაც ბევრი რამე დახურა, მაგრამ ესე მოგენატრებად მამათია რომ ითქვა მართლა არ იყო შორს სიმართლე, არ აღმოჩნდა შორს სიმართლე. რა თქმა უნდა შევარდნაძის დროს კორუფცია და ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ ეხა ესე პერსონალურად სხვანაირი ტიპი იყო და როგორი ლიდერიც არის, ისე ეწყობა მე მისი ძალაუფლების ვერტიკალიც რა. ეხა შევარდნაძეს რო აგინებდი პერსონალურად არასდროს არ იყო, იცოდა რომ ხალხს უჭირდა და ხვდებოდა რომ მცლად სუფთა არ იყო ამ საქმეში. ეხა ისეთი ხალხი ეჯდა იქ ერთი ის ამბობდა, რა ქვია, მოგონება იყო ერთი ევროდეპუტატის როგორ გადაწყვიტეს საქართველოს მიღება ევროპის საბჭოში.
ჩამოსულა ეს კაცი და დადის და ნახულობს გაზეთებს რა სასტუმროში მივიდა ეს გაზეთები და ყველა გაზეთი აგინებს შევარდნაძეს იყო ერთი საქართველოს რესპუბლიკა და ის იყო მარტო შევარდნაძის მაკებელი და გავიდა ეს კაცი ნახა რომ 15 გაზეთია ყველა დედის გინება წერიაში სათაურად და ერთში არ არის თუმცა გავიდა და ნახულობს და ეს გაზეთები არის გამოფენილი მთელ თბილისში იყიდება რა იყიდება ჩვეულებრივად და დაელაპარაკა გამყიდველს და გამყიდველს უთხრა ის მე-15 ზადარია საქართველოს რესპუბლიკა ვერ ნახა დახლზე და იმან უთხრა რომ მე კი მომაქო მაგრამ არ იყიდებაო და ამიტომ აღარ სწავლობ ხო ადგნენ და მიიღეს გადაწყვეტილება რომ ყველას თავისი რაღაც გართულებები აქვს ამ ლიდერებს მაგრამ შევარდნაძეს ეგ არ ქონდა აშკარად ხა დიდად არ განიცდიდა როდესაც მას შეურაცხყოფას აყენებდნენ არა შეურაცხყოფაზე არ იყო კრიტიკაზე და მას იმაზე იყო რა მისი ბრალი იყო ყველაფერი ალბათ მაშინ რაც ხდებოდა რა თქმა უნდა ის იყო ლიდერი მაგრამ აი სხვა რაღაცა ეხლა მაგალითად მომიტინგებს როცემენ მაგათი ინტერვიუებიდან გავიგე რომ დედის გინებაზე იმდენად არ ბრაზდებიან როგორც ხარებას რო ვაგინებთ. ანუ ხარებას თუ შეაგინებ უფრო მაგრა გცემენ ვიდრე დედას თუ შეაგინებ. წარმოიდგინე ესეთ ძალოვანებთან გვაქვს ეხა საქმე ხვდებით. ანუ მაგ შედარების გაკეთება მინდა რამდენად სხვა ტიპი იყო ის უბრალოდ სორე ხა რა თქმა უნდა შევარდნაძეზე ჩვენი ქება არ ჭირდება უბრალოდ თუ შედარებისთვის ვამბობთ შევარდნაძემ რა ქვეყანა ჩავიბარეთო და შევარდნაძემ რა ქვეყანა ჩაიბარა რომ ჩამოვიდა ჩვეულებრივ გამზადებული ჩრდილოეთ კორეა იყო მაგრამ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მიაღებინა მოკლედ ხო ნუ თავის პლუსები და მინუსები ყველას ჰქონდა მაგრამ პრესასთან ურთიერთობის ამბავში პრესის და ხელისუფლების ესე ვთქვათ გამიჯნა დამთავრდა შევარდნაძის სასვლელთან ერთად ხო აბსოლუტურად მე მოვიდა ფაქტიურად დიქტატორის ნიშნებით შემკული ხელისუფლება რომელმაც დაამთავრა ჩვენი დამოუკიდებლობა მაგრამ მედიის რა როგორც მედიის დამოუკიდებლობა კი ბატონო მე და კიცმარიშვილი მახსოვს ლაპარაკობდით აი რევოლუციის დრო არის და თქვა რომ აი ახლა წარმოიდგინე აი მას ვიბრძვით და ამხელა ამდენს ვიბრძვით ეხა ედიკას გასაგდებათ ედუარდის და ეხა რომ ვინც მოვა იმან დაგვიკეტოს სასუნთქი საშუალებები რა მოგვია ანუ ეს იყო რანაირი რაღაცა რა პირველი 10 რაუნდიანი ბრძოლა რო გადაიტანო სოფლიო ჩემპიონთან და გადაწყვეტილებით მოიგო სიტყვაზე და რომ წახვიდე იმიდან და გამოვიდეს მეორე მსოფლიო ჩემპიონი. და კიდევ წინ აი მოხდა და ახლოვებით და თავარი საბრძოლო კიდე თავიდან გაჩნდა საბრძოლო. ხო, არა, უფრო მაგარი გაცილი ახალგაზრდა და ახალგაზრდა ენერგიული დიქტატორი. ხო და დიქტატორის იმებით და ჩვენი მაგ ბრძოლაში მოგების შანსი არ ქონდა. ნელ-ნელა მეცადე რომ სააკაშვილი კიდე ცალკე ფენომენი იყო მე მახსოვს მაგ დროს მე სულ ოპოზიციურ არხებზე მუშაობდი ხოლმე მიშას დროსაც ბიზნეს დროსაც ყველა დროს მე მგონი რა კოპირაიტერი ვიყავი განსა ჟურნალისტი არ ყოფილვარ ანონსების ტექსტებს წერდი ხოლმე გადაცემებისთვის ანუ მე არაფერს არ უშავებდი დიდად არც ერთ მთავრობას ჩემს საქმეს ვაკეთებდი რა თქმა უნდა ეხლა თუ სადმე დასაწერი იყო და სათქმელი რამე ვამბობდი მაგრამ ესე ჩემი საქმიანობა რაღაცნაირად საფრთხეს არავის არ უქმნიდა რა პატარა კაცი ვიყავი ხო და მახსოვს როგორ დარეკეს მე კიდე მაგრამ მეცხრეც დარეკეს პროსტა ეს იმის მერე იმედის დარბევის მერე და კადრების გასვლის მერე ეს ციხის კადრები რო გაუშვეს მაშინ მუშაობდი და ანუ რაღაცა ვიცოდით რომ დარეკეს და დაიბარეს რომ ანუ მოვალთ და არ გეტყვით როდის მაგრამ მოვალთ და ანუ ვინ გადარჩებით მანდედან აი და ყოველ დღე ასე ვცხოვრობდით რომ მოვლენ და ეხლა დაგხოცავენ ჩვეულებრივად და ვინ მოკითხა აუ ეგეთი ეგრე მაგნაცხოვრები და ახლობით იმიდან 91-დან ყველაზე მეტად რომ ბოდიში აი რაღაცა ყველაზე მეტად რომელ პერიოდში გქონდა მაგრამ მე ვიცი უკვე პასუხი აი ესეთი შეგრძნება რომ всё რა ანუ აი დამთავრდა დისკონა და ანუ შეშინების მომენტი ან რაღაც ეგეთი რომ ეს უკვე აი ბოლო წვეთი იყო
როცა გაიგეთ რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა ვინ? ხო, არა ის ბოლო წუთი იყო უიმედობის უკვე 20 წლიანი უიმედობის პერიოდი რო დაიწყებოდა. ეგ ვიცოდი უკვე დაახლოებით როცა ივანიშვილმა გამოაცხადა რომ მე უნდა მოვიდე, როცა ესენი წავლენ მე უნდა მოვიდე, ეს იყო 2011 წელი. მაშინ დავაჩქარე ჩემოდნების ჩალაგება მე ზუსტად ვიცოდი რა ტიპის სახელმწიფო უნდა ეშენებინა. და ეხლა შევხვდი. ისა სანიკიძე ამბობდა, გუბა სანიკიძე, პატარა ვიდეოს წავაწყდიო, ჭორვილა აგვიშენაო იმაში, საქართველოშიო. და ჩვენ მქონდა სტატია 2005 წელს გამოქვეყნებული ჭორვილაზე, რასაც მოყვა უბედურება, მოკლედ ივანიშვილის მხრიდან კაცოფება, გამწარება. ხალხის მოგზავნა და ისინი ათეულობით ხალხი მოდიოდა რომ ეს არ დაბეჭდილიყო და იქ რაღაცა გამოძიებას ბეჭდავდით იმაში ბეჭდა ახალ ვერსიაში მიდიოდა დიდი ციგნი იყო მეებზე ოლიგარქებზე იმ ციგნში ერთი გვერდი იყო ივანიშვილზე იყო რაღაც 225 თუ რაღაცა და ჩვენ მიყვებოდით ამ კვირაში ერთხელ გამოდის გაზეთი და იბეჭდება ბეჭდავდით ერთ-ერთი არა ის ციგნი იყო საერთოდ პატარკაციშვილზე და იმაზე ბერეზოვსკიზე და მაგათ იმას და მაგრამ ერთ იმაში მოხსენიებული იყო ივანიშვილი სანამ იქამდე მივედით მე მგონი კვირაში 7-8 კაცი მოდიოდა იმითი რა ქვია თხოვნით რომ ერთი გვერდი ამოგვეკდო მაკედან და მე ის ჭორვილას ვინ იყვნენ ანუ იმ მოგზავნილები თუ ხო ზოგი მსახიობი და ზოგი ვისაც ფულს უხდიდნენ მაშინ რა ზოგი ყოფილი ფეხბურთელი და ზოგი ყოფილი მსახიობი და ზოგი ყოფილი მსახიობი ნაკლებად რა ვიცი და ყველა ჯულის და იმისი რა ქვია გაქანების ადამიანები თხოვდნენ და ითხოვდნენ მედიისგან რაღაც ვიღაცაზე ივანიშვილზე არ გამოქვეყნებულიყო ერთი გვერდი. იმიტომ იმ გვერდში იყო მკვლელად მოხსენიებული როგორც ეხლა ზუსტად ეხლა მან რა ქვია პუტინმა დაიჭირა ის ხალხი ივანიშვილის ვიცე-პრეზიდენტი ბიკოვი ეგეთი გვარად ზედმეტსახიად ბიკ რომელსაც დაუნტკიცეს რა ვიცი 65 კაცის მკვლელობა ეს შეკვეთილი მკვლელობაზე ხო შეკვეთილი მკვლელობები თავისი ხელით მკვლელობები და იყო ტიპი ისა რა ქვია ეხლა ჩასვა პუტინმა ეგ და ეკავდა ეგ იყო ვიცე-პრეზიდენტი თუ რაღაცა ივანიშვილის ბანკში. ეგ ფაქტები არის უბრალოდ რომელსაც ვერსად წაუვალთ და ვერაფერი ვერ შეცვლის ხოლმე. ხო და ეს კაცი მოდიოდა საქართველოში ხელისუფლებას ჭორვილას შემოქმედი. ჭორვილა არის მართლა იმან აღწერა რა ქვია გუბაზმა სანიკიძემ ამას წინათ, მაგრამ ჩვენ ეს გამოძიეს ქონდა 2005 წელს გვეწერა ყველაფერი, როგორ იყო არავის არ ენახებოდა ეს და არავინ და ყველა მაგაზე ლაპარაკობდა რაღაც ღმერთის იმას აკეთებდა, რა ქვია. იმიჯს იქნიდა და ყველას მისი შინოდა და ყველა მისი გადაწყვეტილებები ცხოვრობდა. ეს იყო ერთი სოფელი და ეს კაცი მოსული იყო საქართველოს თავარ ახლა უფრო გაძერსკებული ჩანს ეს ვიძინე იმით რა ბოლოს ის მომენტით უნახე რა აბა ტემპი რო დაუძახე ნახე ეგ ხო რა ვიცი ხო იმ ეგ რაღაცა ეტაპი არის ეს თავიდანვე არა აქვთ ხოლმე ჯერ ჭირდებათ ეს პოლიტიკოსები მოდი მე გადაგიხდი ხე შენ იქ ეს გააკეთე ისგან მე რო ჩაიჯიბავენ ხალხს მონებს რო იშოვიან მე უკვე ტემპი ხო მონებს რო დაუძახო ტემპი ჩვეულებრივი ამბავია ტემპის უნდა დაუძახო და რაც საჭიროა ყველაფერს მე ვიცი რომ აუცილებლად მიაყოლა თუ არა ეგრეც იქნება სპეციალის მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი ამას პოსტი მეწერა რომ წარმოიდგინე ტიპები არიან ან ბიძინა ივანიშვილი თუ წაიყვან თუ გაიქცევა თუ ისე განვითარდა მოვლენები რომ მოუწია საქართველოს დატოვება იმიტომ რომ არ ესურვება ციხის ჩაჭდომა და გაასწრებს და ვისურვებ რომ ვერ გაასწროს მაგრამ თუ გაასწრო აუცილებლად წაიყვანს ზებრას მაგრამ ამათ არ წაიყვანს ან ტიპები არიან ზებრაზე უფრო უმნიშვნელოები ადამიანისთვის რომელსაც ემსახურებიან და
ეს ადამიანი როგორ შეიძლება რამეში მართალი იყოს? ეხა ესენი მოდიან და ამბობენ, რაღაცა ახალი სამყაროს გადანაწილება ხდება და ჩვენ სწორი გადაწყვეტილება. ანუ ეს ადამიანი უბრალოდ საქართველოს არ უნდა წარმოადგენდეს. ეგ არის ფაქტი. ვისი გადანაწილება სამხდებოდეს სოფლიოში. წესით ახლა საქართველოს მე უკვე არა ვარ საქართველოს მოქალაქე. ახარ მაქვს ისა, მაგრამ რა ვიცი. მაინც ხო გულშემატკივარი. რა თქმა უნდა, შეიძლება აღარც მაქვს უფლება ვიქნები ხალხის და ქართული, ასე ვთქვათ, თავისუფალი სულის დამჯერა რომ ხალხი გაიმარჯვებს. ბიძინა ივანიშვილი არ არის ყველაზე ძლიერი დიქტატორი, ვინც ქართველებს დაუმარცხებიათ უახლოეს ისტორიაში, ვინ ჩემ ფეხები ამარცხა. ანუ რამდენად შორს არის წამსვლელი მომენტი. აბა ძალიან შორს თუ გავითვალისწინებთ პიკოვის პარტნიორობას. იქამდე სანამ ცხოველში არ მოხდება, იმიტომ რომ მე არ მგონია ეს იდეოლოგიური ტიპი, ეს მგონია პროსტა თავის ქონების მცველი და აი ამათ შორის ძალიან დიდ სხვაობას სვამე ხოლმე რა. ამიტომ ნახოთ. შეიძლება არ მეთქრით. მგონია რომ ვერ წავა ძალიან შორს და სადღაც მაგრად ადრე რა სიტუაცია იყო, ადრე იყო ამას ინათეჭქვიან გასაუბრებოდი და ადრე იყო რომ სულ ცოტა ხნის წინ რომ არადემოკრატია და უფლებების დარღვევა შეგეძლო მიგეტანა ამერიკამდე და ამერიკა რამეს იზამდა და აღარ არის ამერიკა ფაქტიურად და ეგ გააძლიერებს მას ხო? კი, რა თქმა უნდა, ამერიკა თუ იზოლაციონისტი იქნა, იზოლირებული და USAID დახურული და რადიოები დახურული და ყავიცი რაღაც მარტო საელჩო თუ იქნა იქ რისთვის მაშინ არ ვიცი რაღაცა პატარა წარმომადგენლობების ფუნქციების შესანარჩუნებლად მაშინ არ მგონია რომ ვინმე რამე უქნას პატარა დიქტატორებსაც რუსეთის გარშემო რომელსაც რუსეთთან დაალაგებული იქნება სიტუაცია. ანუ ხო ამერიკის გავლენაზე დიდწილად ვარ დამოკიდებული. მე ნელ-ნელა მგონია რომ გადავიდეთ ჩვენ შემდეგ თემაზე და ამ გადასასვლელად უბრალოდ რეალურად ლოგიკური გადასვლა მგონია ის რომ ეს ხალხი რომელსაც მოუწევთ სხვადასხვა ქვეყნებში შეაფარონ თავი ვინც გამოექცევა ბიზნეს აი ამ ძალიან მართლობას ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის საქართველოში, ძალიან ბევრ მათგანს სჭირდება ინტეგრაცია, ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება დრო იმისათვის, რომ ადაპტირდეს, გაიღრმაოს ცოდნა ენის მხრივ, კულტურის მხრივ, რა როგორ მუშაობს და სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი რაღაცა კონკრეტული პროექტები ძალიან ღირებულია ამ მიმართულებით, მას შესაბამისად აქვს გარკვეული ფილოსოფიური სარჩულიც იქიდან გამომდინარე, იდეოლოგიური იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვსურს, რომ ემიგრანტებმა მოახერხონ ინტეგრაცია და თუნდაც გადასახადების მეშვეობით არა თუ დაუჯდეთ თანხა ამერიკას მათი გადეპორტება და მათი ქვეყნიდან გაყრა, არამედ პირიქით მიიღონ ამ მათგანს სარგებელი. შესაბამისად ჩვენ ძალიან დიდ ასე ვთქვათ შრომას ვწევთ იმისათვის, რომ შევქმნათ ეს პროექტები, პლატფორმები, მათ შორის არის ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელიც კეთდება, ეს არის Native Tax Pros, რომელთან დაკავშირებითაც ვაპირებთ დავპოსტოთ crowdfunding-ი Indiegogo-ზე, წინა შემდეგ კვირას. ხო, წინაზეც ვისაუბრეთ ხო, რომ დაგპირდით, რომ შემდეგ კვირას დაიდება ეს და ლინკს შემოგთავაზებთ და ახლა მე მინდა რომ 1-2 სიტყვით შევეხოთ იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პლატფორმა ადამიანებისთვის რა. აქ არ არის მარტო საქმე ტაქსების გადახდაში, მიუხედავად იმისა, რომ ტაქსების გადახდა არის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ დაფიქსირდეთ ქვეყანაში როგორც მის მშენებლობაში მონაწილე ერთ-ერთი ადამიანი, მაგის გარდა ამ პლატფორმაზე ბევრი რაღაცები იგეგმება ისეთი, რაც დაგეხმარებათ თქვენ
ინტეგრირებაში ამერიკაში და აქედან არ ვიცი მე ყოველს თავის გზა აქვს აქედან დაეხმარება თავის ქვეყანას საერთოდ დარჩება დაბრუნდება ეგ უკვე სხვა რაღაცაა მაგრამ აი ორი სიტყვით რო აგვიხსნათ რა შეუძლია შემოგთავაზოს native tax pros ადამიანებს და რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი native tax pros იქნება სისტემა ახალი ემიგრანტებისთვის კომპიუტერული სისტემა software ესე ვთქვათ რომელიც რამდენიმე API-თაც იქნება გამაგრებული და ამითი მიიღებს ადამიანი ყოველ სერვისებს ერთ-ერთი იქნება გადასახადების გადახდა რომელიც ყველა ახალი ემიგრანტი შეიძლება თავის ენაზე რო გააკეთოს. ეხლა ეს პლატფორმა ჩაშვებულია უკვე ერთ-ერთი API და 7 ენაზეა ეს API ამას გარდა ხალხი ყავს ოფისში კიდე 2 ენაზე და ფაქტობრივად 9 ენაზე შეიძლება ემსახურებით ადამიანებს. ეს არის 1001 Brighton Beach Avenue-ზე მეორე ოფისში ჩვენთან ახლოს და ჩვენ ეს არის ექსპერიმენტი ამ ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება ექსპერიმენტი თუ ჩვენ დავდეთ ციფრები რომ ეს ყველაფერი მუშაობს მაშინ მომავალი წლისთვის ეს აპლიკაცია გაიზრდება და შეიძლება 100 ენაც გახდეს რა ბევრი მოდის და გთხოვს მის ენაზე გაკეთებას ანუ მიზანი და იდეა კი ისია ახლა ვაკეთებთ ფაქტურად რაც ახლა გაკეთება proof of concept ანუ კონცეფციის დადასტურება იქნება და ეს არის კონცეფციის დადასტურება შეიძლება ჩაითვალოს ტაქსის აპლიკაციაც კი რა თქმა უნდა ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ვამბობთ რა სტატისტიკის დეპარტამენტი და ამბობს ამერიკის რომ ეხლა ამერიკაში ცხოვრობს ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანებისა რომლებიც აქ არ დაბადებულან ეს არის 17% მოსახლეობის ანუ ახლობთ 54 მილიონი ადამიანი ამერიკაში არ არის დაბადებული ანუ პირველი თავის ემიგრანტია ეს ახლა მაქედან ნაწილი ალბათ მექსიკიდან შემოსული ერთი რამდენიმე 2 მილიონი თუ რაღაც აუზუსტებელი ციფრია მაგრამ ის 17 მილიონი უბრალოდ ის 17% ანუ 50 მილიონი ერთი მე მგონი არის საბუთებით შეუძლებელი როგორც მე ვარ მაგალითად რა მოქალაქეც ვარ მაგრამ პირველი თავის ემიგრანტი ვარ ხო ჩემი შვილებიც პირველი თავის ემიგრანტები არიან თუნდაც აქ არიან გაზრდილები და კეთისად ერთი წლის იყო რომ ჩამოვიყვანეთ აქ მაგრამ აქ არ დავარ აქ არის დაბადებული ანუ პირველი თავის ემიგრანტია თვითონ ემიგრანტია მის შვილები ალბათ აღარ ჩაითვლებიან ესეთებად, მაგრამ ამ ხალხის დიდ პროცენტს უჭირს ინგლისურად საუბარი. ინგლისურად საუბარი იმ დონეზე, რომ გადასახადები ჩააბაროს და ფინანსებზე ისაუბროს. მაგ დონეზე არ იცის ინგლისური. შეიძლება ეს ნახევრამდე დაადიოდეს ეს ციფრი. მაგრამ ოფიციალურად სტატისტიკის ორგანოებთან დაადასტურა დაახლოებით მე-13-მა ამ ახალ პირველი თავის ემიგრანტების. რა არის ის ინგლისური? საკმარისად არის ინგლისური ტაქსებზე რომ ისაუბროს მაგისთვის. ოკეი. გადასახადებზე უფრო სწორედ უკაცრავად ამ სლენგისთვის თუ რაღაც თუმცა მე სხვათა შორის რო პოსტავ ხოლმე კაი რაღაც თვით ხა ძალიან ხშირად ვარ ხოლმე გადასახადები დავწეროთ ტაქსები მაგრამ მახსოვს მარკეტინგის ნომერი პირველი წესი რომ რაც შეიძლება გასაგები უნდა იყოს და ტაქსები უფრო გასაგები გასაგებია გადასახადებს ზოგჯერ გონიათ ხოლმე გაზის გადასახადები ხო ტაქსები ქართული ასოების თუ წერ ტაქსები ეგრევე ყველა ხდება. ეს არის ქართული ასოებით ტაქსებს თუ წერ უფრო გასაგებია ვიდრე სხვა ასე რომ ცოტა გლეხურად ვამბობთ ხოლმე თუმცა რაღაც ჩემი ის არის ხოლმე რა ქვია ტერმინების მოგონება დამკვიდრება მოვალეობა იყო ფაქტიურად როცა გავაკეთეთ მაგალითად კოსმოპოლიტენის ჟურნალი და არაფერი არ არსებობდა ქართულად ისინი რაც ამ ჟურნალში იწერებოდა ტუჩსაცხი რაღაც ეგეთები ანუ პომადა იყო ის მაგ ქართული სიტყვები ესენი ხო არ არის კიდე რა ვიცი ბიგუძი და ასე ეგეთი რაღაცების
განხილვა და დამკვიდრება შესაძლებლობის პოვნა ძალიან საინტერესო პროცესი. და ალბათ ეს ტაქსებიც, არ ვიცი, ჩვენი პროექტის სახელი არის USA Taxis ქართულად. და მოხერხებული რაღაც გამოვიდა, იმიტომ რომ USA Taxis ინგლისურად წერია, გაივლის ამერიკელიან სხვა და იცის რაზეა ლაპარაკი. გაივლის ქართველი და ქართულად რო წერია, ქართულად მიხვდება რომ აქ ქართულად არის ლაპარაკი ტაქსებზე, გადასახადებზე. ასე რომ მე მგონი ეგ წარმატებული რაღაცა გამოვიდა. კი, სახელები თქვენ მე მეგონა ჩემი თავი ძალიან მაგარი მაგაში, მაგრამ ეს რაც მოიფიქრეთ ყველა ძალიან მაგარი. რა ვიცი. კი, გეჯიბლობ. ნახეთ რეკოს კადიროვი. კადიროვი. ამას ეს კადიროვი. მართლა კადიროვი რეკოს, მაგრამ ეს კლიენტი კადიროვია და გავგზავნოთ მესიჯი რომ დაურეკავ მოგვიანე. ხო და მიზნად ესავი ხო არ არის. არა, საერთოდ შუაზიდან არის კადიროვი. ჩეჩნიციც არ არის, ჩეჩენიც კი არა. საგიბო. ნათესავები არ გვირეკავენ კადიროვის ჯერჯერობით მაგდენს ვერ ვაკეთებ. აი ეს ფოტოაპარატი გახლავთ ჩვენი ახალი მეგობარი, რომელიც იყო მთავარი მიზეზი, რომ ვერ გავდიოდით ეთერში, ამით გვინდოდა გასვლა. თუმცა კონტენტში გამოვიყენებთ და ალბათ შემჩნევდით, რომ უკეთესი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალა წარმოგიდგინეთ. ნელა უფრო კი ბატონო. გავიზრდებით. ხო, რომ გავაგზავნოთ ამ ჩვენ პლატფორმაზე კარგი რაღაცა გამოდის, კრაუდფანდინგი წაგვეხმარება, მაგრამ ამის იდეოლოგიური საფუძველი არის ის, რომ თუ ვიღაცები ახლა ტრამპი ადმინისტრაცია რესპუბლიკელების ნაწილი იძახიან და დაარწმუნეს დიდი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ ახალი ემიგრანტები მათი მტრები არიან და რაღაცას ართმევენ. ჩვენ მიგვაჩნია ეს პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია პირიქით, რომ ახალ ემიგრანტებს უამრავი რამ მოაქვთ ამერიკისთვის. ახალი ცოდნა რაღაცა და გამოცდილება და ასე შემდეგ, რაც თავარია, ვისაც და ცოდნა და გამოცდილება არ მოაქვს, იაფი მუშახელი მოაქვს, რაც არის დიდი საფუძველი ბევრი ინდუსტრიის უკვე ამერიკაში და ამის ეს ერთი ხელის მოხსნა გაყრა ამაში მილიარდების გადახდა. ყველაზე დიდი სიბრიყვე რაც შეიძლება ამერიკამ ჩაიდინოს დღეს. თავის მოსულა ხალხი და მუშაობა დაუწყია შენთვის და და ისედაც ახლა იმის გათვალისწინებით რა არის ამერიკა და ვისი გაშენებულია და ვისგან ვისი შექმნილია იმისგან გათვალისწინებით ლამაზე აღარ ძალიან არა ამერიკული საქციელი. ვიღაცას კრიმინალი უდასტურდება, მაგრამ ახლა მაგაზე არ არის კრიმინალებს არავინ არ ესარჩლება და ამით მეტად. უბრალოდ ჩვენ ძალიან ეჭვგეპარება, რომ ძალიან მართლა კრიმინალები მოხდებიან იმ ხალხში. ხო და ყოველ შემთხვევაში ჩვენი მიდგომა არის ესეთი, ჩვენი შეთავაზება არის ესეთი, რომ მოდით ამ ხალხს მივცეთ გადასახადების გადახდის საშუალება. ანუ კი არ დავხარჯოთ მილიარდები ამათ გაძევებაში პირიქით აქეთ ვიშავოთ მათგან მივეხმაროთ ამ ხალხს, რომ გადაიხადონ თავისი სამართლიანი წილი ამერიკის ბიუჯეტში. თუ ეს ხალხი მართლა 10 მილიონი კაცია, იყო გათვლები, რომ ესენი ტრილიონს გადაიხდიან 10 წლის განმავლობაში ამერიკის ბიუჯეტში. მე რა ვინი პოპულისტებს. ხო და თუ ამას შევუწყობთ ხელს, არის ის ენა ჩვენ ვაკეთებთ პლატფორმას, რომელიც ყველა თავის ენაზე შეავსებს თავის გადასახადებს. ქართულად ეს მზად არის, უკრაინულად, მზად არის ტაჯიკურად, უზბეკურად, ესპანურად, რუსულად, თავისთავად ინგლისურად და ეს შეიძლება ხორცით და სისხლით ესე ვთქვათ ეს პლატფორმა მომავალი წლის განმავლობაში და მომავალ 2026 წლის გადასახადებს იმედია, რომ მრავალ ათეულ ენაზე შეავსებენ ახალი ამერიკელები უკვე. მათ შორის ქართველებიც და უნდა ისიც დავამატოთ, რომ ეს კრაუდფანდინგი მოიაზრებს, რომ ადამიანებს შეეძლებათ დონაცია ამ პროექტის მხარდასაჭერად, რომელიც თავიდან ბოლომდე მოხმარდება სისტემის გამართვას და ასე ვთქვათ დახვეწას, გაზრდას ამ პლატფორმის
და მაქსიმალურად გაკომფორტულებას ხალხისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები თავიდანვე მიხვდებიან, რომ ეს დონაცია სინამდვილეში არის კაპიტალ დაბანდება რაღაც თვალსაზრისით, რომ შემდეგ უკვე უყურებთ და კომფორტულად, იმიტომ რომ ჩვენთან ხო ეს ხო არ არის მარტო ენის მომსახურება, ეს არის სერვისი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი ადგილიდან, ეს ძალიან დიდი პლუსია კიდე. ეგეც არის და სერვისი საერთოდ ჩვენ მიგვაჩნია რომ არა ვართ ამაში ჩამორჩენილი ან არ არის ჩვენი სუსტი მხარე. სერვისი არის ის რისთვისაც მოდის ჩვენთან ხალხი, არა მარტო ენის გამო, არამედ იმის გამო რომ ჩვენ კარგი სერვისი გვაქვს ადამიანად გრძნობს და თავს ყველა. არ არის ისე რომ ვიღაცასთან მიხვედი რომ ზემოდან გიყურებს როგორც იციან ეს რუსებმა და ზემოდან გიყურებს და მიგიჩენს ადგილს და იქ დაგაჯენს 4 საათის განმავლობაში და ყურადღებას არ მოგაქცევს და მე 15 წუთში გადაგახდევინებს 5 ჯერ მეც ვიდრე გეკუთვნის და გამოგიშვებს გარეთ ეს არ არის ჩვენი სტილი. თვითონ რუსები მოდიან, ებრაელები მოდიან და გვეუბნებიან რომ თქვენ ბრაიტონზე შეცვალეთ კულტურა. შეცვალეთ კულტურა მომსახურების, იმიტომ რომ არავინ ესე არ ემსახურება, არავინ ესე არ ყვება თან კლიენტს. ეს არის რაც ჩვენ გამოგვარჩევს. კი ბატონო და ძალიან გვემაყება ეს. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ გვხვდება ხოლმე კომენტარები და ვხედავთ ადამიანებს აქვთ სერიოზულად გული აცრუებული რაღაცების გამო. ზოგადად სერვისებზე ამაზე ჩვენ ჩავწერეთ არაერთი ვიდეო და დევს ინტერნეტში, სადაც ვაუბრობთ, რომ სინამდვილეში ჩვენი სერვისები საერთოდაც არ არის ძვირი. ანუ რატომღაც ესეთი წარმოდგენა იქნება ხოლმე, რომ როდესაც ადამიანს რაღაცას ურჩევ, გონიათ რომ მათთვის რაღაც ცუდი გინდა. ხო და არ არის მასე, იმიტომ რომ ეხლა ვიღაცა გვიწევდა თქვენ არ გაწყობთ, რომ ვიღაცა მიაფაც და ხარისხიანად გააკეთოს. არა კაცო გააკეთოს. რა თქმა უნდა, ჩვენ საერთოდ გვიცით რომ ქართული ბაზარი არის, ამდენი 1000 ადამიანიც არის, ჩვენ იმის მე-10-ს ვერ წვდებით. საერთოდ ხო და მომსახურების თვალსაზრისით მოდით შევეჯიბროთ ერთმანეთს და აიჩიოს მომხმარებელმა, მაგრამ ეს ფასებით ადამიანი როცა მუშაობს რაღაც მოხუცთან ან აგერ უბერი გააჩერა და ვიღაც უნდა შეუსოს და მე გააგრძელოს თავისი გზავრის გადაყვანა. იმათ რა თქმა უნდა ჩვენ ფასებით ვერ გამოვეკიდებით რა, იმას თავისი საქმე სხვა აქვს. იმას თავისი მიზნები სხვა აქვს, ის არც კომპანიას ავითარებს და არც სერვისს და არც ფიქრობს რომ მოვალ წელს ამას გააკეთებს. პასუხისმგებლობასაც ვერ აიღებს თუ ვერ აიღებს ვერანაირ პასუხისმგებლობას, იტყვის რომ მე ძმაო გაგიგზავნე და მორჩა იმ $100 თუ $150 მე დავამთავრე ჩემი მუშაობა და კარგად იყავი. ვინ არის შენი წარმომადგენელი, ვინ ხო, მე ვფიქრობ რომ ადამიანები უნდა მიხვდნენ ის რომ $150 გადაიხადო ერთ რაღაცის გაგზავნაში და ეს შეადარო მე იმას რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანია სერტიფიცირებული პროფესიონალებით გემსახურება განამი იმ ჩვენი ფორმების უკან ფაქტიურად და წარმოგადგენენ შენ სახელმწიფოსთან და აირესთან და ყველა საჭირო სტრუქტურასთან საერთოდ ახლოსაც არ დგას ეს ორი ფენომენი ერთმანეთთან. მე ვფიქრობ ის არის ძვირი. ის რასაც გსაუბრობენ, ის მართლა ძვირი არის, უბრალოდ მე თუ გავგზავნი და მე ნახვამდის და კარგად იყავით. ეგ რა თქმა უნდა ძვირია მაგისთვის $150 მე რომ მკითხო. ვინც გგონიათ რომ იაფსიხდით იმ მომენტში. და რამდენად ძვირია თუ იაფია ის რომ მთელი წლის განმავლობაში თუ რამე კითხვა გაგიჩნდეთ თქვენ ფინანსებზე, ვინ კომპანია რომელმაც გაგზავნა თქვენი ფინანსები პასუხისმგებელია გიპასუხოთ, აი იყოს ხურმელი დაგირეკოთ სადმე თუ რაც ხდება. ახალი რაღაცა მაგაში ძვირი გამოდის ან რაღაცა ცვლილება და ანუ ეგ ძვირია მაგაში გადაიხადა $50 და $70 მეტი ძალიან მეჭობა რომ ეს ძვირია სპირიკით ეს იაფია მაგ ლოგიკით თუ უბრალოდ შევადარებთ რა სერვისებთან გვაქვს საქმე ხა თუ იმას ადამიანებს გონიათ რომ ჩვენ წინ ბუღალტრები ვიმსახურებით რომ გავგზავნით დოკუმენტს და მშვიდობებით და სეზონი რომ დამთავრდება
აღარ გვაწუხებს არაფერი, მე მათიც მესმის, ახლა ისანი მე მათთვის მეორე ხარისხოვანი სამსახური. უბრალოდ ხშირად არ მესმის მომხმარებლების, რომლებსაც ეს ორი სერვისი უჭერთ რომ გაარჩიონ. ანუ კატეგორიულად სხვადასხვა სერვისებია და შესაბამისად მე ვიტყოდი რომ ის არის ძვირი და ვიტყოდი რომ ეს არის ბევრად იაფი. ხო, სიძვირესი იაფე კიდე. ხო, აწუხებთ რატომღაც ამიტომ გაუსხეს. ასე იგი რამდენად ჭკვიანურია დაზოგვა, სადაც არ არის საჭირო დაზოგვა. ქართული ანდაზა გვაქვს. შორიგზით მოიარეთ და შემშვიდობით მოდიო, ხო იცი? და კიდე მოჩქარეს მოუგვიანდესო. ანუ ყველაფერი მთელი ქართული კულტურა მაგაზე ლაპარაკობს, რომ არის რაღაცეები თავიზროზე რომ გეჩვენება მოკლე გზად და უცებ ყველაზე შორი აღმოგაჩნდება, ან მოჩქარეს მოუგვიანდეს მაგაზე არის, ხო? ანუ скупой платит дожди русуля. Дожди, ხავაცა მე ვიცოდი რომ ცუცურაკი მეცი ხდის. ანუ ცუცურაკი ორჯერ ხდის. ხო და ეგრეა მართლა. არ ვიცი მე მაგალითად ჩემს სიმშვიდეში არასდროს. ნუ აი მე მივესალმები იმ ხალხს, ვინც უკვე მოგმართა როცა გაუჭირდა და გვაქვს ცოცხალი რიგი ფაქტიურად აერესთან წარმომადგენლობის და ამიტომ ეს მართლა არ არის ირონია. თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ დაზოგოთ იქ სადაც არ არის დასაზოგი, უნდა იყოს ზათ იმისთვის რომ მე ჯარიმების გადაიხდით იქ სადაც არ არის გადასახადი. გადაიხდით იქ სადაც არ არის გადასახადი. არ შეიძლება და არ ყოფილიყო გადასახადი. დიდი სიამოვნებით მოგემსახურებით და მოგეხმარებით მაგ ჯარიმების გადახდაში. უბრალოდ თქვენ არ გაწყობთ. ხო, რაღაც სარგებლის აფასურად, რაც მეტი იქნება გაცილებით ვიდრე დაზოგილი თანხა. ეს აუცილებლად ახლა ჩვენს ხო, მე უბრალოდ ცოტა ისე გამოგდის უკვე თითქოს თავს მივმართლებთ რაღაცა სერვისზე, რომ ფასი გვაქვს ამ დროს აბსოლუტურად ადეკვატური ფასი არის, ეს რო არაადეკვატური ფასი იყოს, ეს ოფისი არ იქნებოდა საუსე დილიდან საღამომდე. მე გარწმუნებთ, როგორც ამ ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი, ოღონდ საერთოდ სხვა მიმართულებით, მე არ ვარ ბუღალტერიის მიმართულებით და ჩემი საკეთებელი ის რომ ვაჩვენო როგორ მუშაობს რაღაც თვალსაზრისით ეს ოფისი და გეუბნებით რომ ეს რომ იყოს არაადეკვატური ფასი, აქ ადამიანები არ ივლიდნენ, ანუ ეს ხალხის სულელი ხო არ არის. თუმცა დაგვიწერეს გამოცვალეთ მარკეტინგი. დაგვიწერეს გამოცვალეთ მარკეტინგი, ძალიან ვიცი, ოღონდ დაგვიწერეს ყველაზე წარმატებულ ვიდეოზე. ნაკლებად წარმატებულზე რომ დააწერას დავფიქრდებოდით, მაგრამ არა, მეგობრებო, თქვენ რაც გონიათ რომ მარკეტინგული შეცდომა იყო, ის იყო მარკეტინგული გეგმა და იმ გეგმამ იმ მომენტში იმუშავა. შეიძლება ეს გეგმა არ მოგწონდეთ, რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა ხერხები ადამიანის ყურადღების მიქცევის, აუდიტორიასთან წდომის, თუმცა ჩვენ იმ მომენტში ესეთი გზა ავირჩიეთ და რა ვიცი, ჯერჯერობით არ ვნანობთ. ესე იგი, ჩვენ შევაჯამოთ მომავალ კვირას ვიწყებთ კრაუდფანდინგის კამპანიას. ეს არ არის მარტო ქართული კამპანია, ეს ჩვენ შევეცდებით მივწვდეთ ყველა პატარა community-ს ახალი იმიგრანტებისა სხვადასხვა ენებზე და აუხსნათ სიკეთეები ამ პროგრამის. და თხოვოთ მათ რომ აი სახით გააკეთონ დონაცია ჩვენთან თანხები რაც კრაუდფანდინგ კომპანიაში გადაიხდება პირდაპირ წავა ამ სისტემის შექმნაზე რომელსაც გააკეთებს დიდი ამერიკული კომპანია სავარაუდოდ და რამდენიმე თვეში დამთავრებული იქნება. ეხლაც უკვე არსებობს პირველი API რომლითაც მუშაობთ ჩვენ ეს არის taxis და მეორეც ალბათ ძალიან მალე ჩაეშვება უკვე ექსპლუატაციაში ეს native DAX Pro ქვია და native DAX Pro-ს უბრალოდ და გაგრძელდება ეს კრაუდფანდინგის მიზანი არის თანხების მოზიდვა განვითარებისთვის და ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ ქართველები დაგვიჭერენ მხარს როგორც ერთ-ერთ ქართულ ბიზნესს. ამ შემთხვევაში იმისთვის რომ შეიქმნას ეს პროგრამა გამართულად ფუნქციონირებდეს და კიდევ უფრო გაგეხმაროთ კიდევ უფრო გაამარტივოს თქვენი საემიგრაციო მოგზაურობა და პროცესი journey. თქვენი journey, თქვენი story.
ხო, ამერიკაში სადაც არ გვაკლია სირთულეები მიგრანტებს, ყოველ ჯერზე რაღაც ახალი სწავლა და გაგება გვიწევს მისი ახსნა გვიწევს რომ გავიგოთ რაღაცა, გადავიხადოთ რაღაცა, არ ვიცი, სად რა არის, ბევრი რაღაც გაკეთდა და ეს ერთი პრობლემა რომ მოგვეხსნება რომ ჩვენ ენაზე უმარტივესად შევძლებთ ესეთი რთული დოკუმენტაციის წარმოებასთან გვეყოლება ფაქტობრივად საკუთარი პირადი ოპერატორი ამ აპლიკაციის უკან და ამ პლატფორმების უკან, ეს არის ძალიან დიდი კომფორტი და მე ვფიქრობ ერთი ეგ ფაქტორია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე ის რომ ძალიან სასიხარულოა რომ ასე ვთქვათ Georgian owned ქართველი მფლობელის მქონე კომპანია რომელიც იქნება იმ პროფილის რასაც ტექნოლოგიები ქვია და ფინანსები ქვია ამერიკაში მისი წახალისება ისედაც კარგი აზრი მგონია მე რომ ვარსებობდეთ სხვა მიმართულებებშიც არა მხოლოდ ვთქვათ კვებით ბიზნესში რომელსაც ძალიან მიყვარს და დიდ მოიხმართ ყოველდღიურ რეჟიმში და დიდ პატივს ვცემთ და უსურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს ასევე რატომაც არა ვიყოთ ფინანსებშიც ვიყოთ ტექნოლოგიებშიც კინოშიც ვიყოთ კი რა ბევრ ასეთ ამბავში ასე რომ ეგ რამდენიმე ფაქტორი არის რაც ალბათ მე მომწევს мотивაციას რომ რაღაც დონაციებზე ვფიქრობ მიმართულებით და თქვენც მოგიწოდოთ ხო მე მგონი საათს გადავწდით კი ბატონო სასიამოვნო საუბარი გამოგვივიდა არასასიამოვნო თემებზეც მათ შორის თუმცა იმედით უნდა ვიყოთ ყველას გისურვებთ რომ არ შეგეშინდეთ ყველაფერი კარგად იქნება ტრამპსაც დავამარცხებთ და ფინანსურ პრობლემებსაც დავამარცხებთ თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ თქვენი ტაქსები და არ გაგიგზავნიათ ჩვენ გელოდებით 2 მისამართზე 509 Brighton Beach Avenue და 1001 Brighton Beach Avenue-ზე აქ მრავალენოვანი სერვისები გვაქვს ქართული რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა და რა ვიცი მოგმართეთ ნებისმიერ დროს ასევე გარდა ტაქსების გადახდისა ჩვენი სერვისები არის credit score, business კონსულტაციები და კი ბატონო business კრედიტები და ასე შემდეგ განვითარდეთ ერთად უკვე ეს უკვე ყველაფერი სეზონის მერე მანამდე გადავიხადოთ გადასახადები კი ბატონო ცოტა დრო დარჩა ერთი თვე დარჩა ინდივიდუალური გადასახადების გადასახდელად კომპანიების ნაწილის კიდე ხვალ მთავრდება რასაც ესკორპი ქვია თუ ვინმე გვისმენს და აქვს ესკორპი ან LLC სასტრაფოდ უნდა მოგვართოს ხვალ დილასვე იმას აღამონდე მოაქვს LLC მართლა ხვალ უნდა მოგმართოთ დღეს აი სანამ გავაქვს კაი გამახსენეთ ხო მე იმედია ბერს კიდე გავახსენეთ კი ასე ბერს გავახსენეთ ნამდვილად ხვალ ღამის 12 საათამდე აიტვირთოს ეს LLC-ს და ესკორპის გადასახადები ასე რომ გელოდებით და ლაიქეთ და მოიწონეთ ჩვენი გვერდები USA Taxes ქართულად და ამერიკული პოდკასტი ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის რომ ნებისმიერ პოდკასტში შემოგთავაზოთ რაიმე საინტერესო თავშესაქცევთან ერთად სასარგებლო ინფორმაციებიც რაც დაგეხმარებათ რომ გაიმარტივოთ ამერიკული ემიგრაცია რომელიც არც ისე მარტივია ხშირ შემთხვევაში რავი გისურვებთ წარმატებებს და მადლობა რომ გვიყურებდით იმედი მაქვს რომ მალე შევხვდებით ისევ უბრალოდ მალე მართლა შევხვდებით სადღაც დაახლოებით 1 კვირაში ყველას დიდი მადლობა მე თქვი ყურა მადლობა